საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახით და ზომად 5 წლით აღკვეთა განესაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ბრალდების ფორმულირება შეიცვალა იმ ნაწილში, რომ ქარხნის ნაწილში აღარ ედება ბრალი მას, დარჩა ბრალი იმაში, რომ ქარხნიდან, ანუ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. შესაბამისად, ეს არის ის დანაშაული, რაშიც მან აღიარა ბრალია. მას საპროცესო შეთანხმებით განესაზღვრა სასჯელად 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს 1 მილიონი ლარი ჯარიმა, პლუს 2 მანქანის მოგეხსენებათ ალბათ მანქანები ჩამორთმევა, თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. როდესაც ბიზნესი მუშაობს, იგივე ღვინის ინდუსტრია, იგივე ნებისმიერი ბიზნესი, ამას უნდა საგადასახადო დოკუმენტაციის შევსება, ხო, როგორც თვიური, ასევე წლიური, ასე შემდეგ. ამით აკონტროლებს სახელმწიფო იმ შემოსავლებს, იმ დღგ-ს გადასახადებს და ყველაფერს, ხო? რახან არ იყო აქ შევსებული ეს დეკლარაციები, აი ეგ არის ზუსტად დანაშაული. შედგა საპროცესო შეთანხმება ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ 194 მუხლის მესამე ნაწილის გექვეყნებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რაც თან ახლავს დიდი ოდენობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უკვე სასამართლომ იგი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სასჯელის სახით და ზომად განისაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულების საქმიანობის შედეგად მიიღებული ქონება და ამავდროულად დამატებით სასჯელის სახით და ზომად განისაზღვრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. ინფორმაციას სააგენტო როიტერსი ავრცელებს. დაღუპულთა შორის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებიც არიან. ქვეყანაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა. ამერიკის შეერთებული შტატების ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით დაკავებულია სულ მცირე 10,691 ადამიანი. აქტივისტების თქმით, საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას გაიმართა, მათ შორის 186 ქალაქში და ყველა 31 პროვინციაში. უცხო ძალებთან დაკავშირებული ტერორისტები ხოცავენ ადამიანებს, წვავენ მეჩეთებს და თავს ესხმიან სახელმწიფო ქონებას, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფაზეშქიანმა. მისი თქმით, ირანში ქაოსისა და არეულობის დათესვას ქვეყნის მტრები, შეერთებული შტატები და ისრაელი ცდილობენ. ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ. შეერთებული შტატები და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს და ეუბნებიან, წადით, ჩვენ მხარს გიჭერთ. ოჯახებს მოვუწოდებ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ახალგაზრდა შვილები უერთნენ არეულობის მონაწილეებსა და ტერორისტებს, აცხადებს მასუდ ფაზეშქიანი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშს ყოველ საათში აწვდიან და მიანიშნა, რომ ირანი კვეთს იმ წითელ ხაზს, რომელიც მან ირანის რეჟიმისთვის დაადგინა. ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელი და ირანი პარტნიორები გახდებიან. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის მოსახლეობას მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ირანი ტირანიისგან მალე გათავისუფლდება.